ჟურნალისტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დიალოგი გრძელდება. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა დღეს შეხვედრა აჭარაში მოქმედ ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებთან გამართა. მედიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე და მის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მონაწილეებმა ერთის მხრივ სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის საჭიროება და მეორე მხრივ მედიის როგორც სამოქალაქო საზოგადოების როლი განიხილეს. შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ მომზადებული საინფორმაციო სარეკლამო რგოლიც იქნა ნაჩვენები, სადაც ამ ორგანიზაციების განვითარების ძირითადი პრინციპები იყო ასახული. რომლის მიზანი არის კომუნიკაციის გაუმჯობესება საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს შორის. რათა საბოლოო ჯამში ის საქმიანობა, რომელსაც ეწევიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები, უფრო კარგად მივიტანოთ ხალხამდე. იმიტომ რომ პრობლემაა, კვლევები აჩვენებს, რომ დიდი პრობლემა არის თვითონ ამ საზოგადოებრივი, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების იმიჯი, ნდობა მოსახლეობის მხრიდან ამ ორგანიზაციების და მათი საქმიანობის მიმართ და ჩვენ ვთვლით, რომ ამის მთავარი მიზეზი მაინც არის არაინფორმირებულობა მოსახლეობის და არასწორი კომუნიკაცია. ძალიან ხშირად იმართება დისკუსიები, ძალიან ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული მესიჯი არის ყოველთვის გაშუქებული და მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც ხარვეზები, რომლის გამოსწორება ძალიან კარგი იქნება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩემი აზრით, მაინც ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ ორივე მხარემ, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და უნდა იმუშაოს მედიამაც. იმიტომ რომ ეს თანხმედრა აუცილებელია და ამის გარეშე სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ვერ მოხერხდება. ძალიან ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ ისეთ თემებზე, რომლებიც აწუხებს ვიწრო ჯგუფს, მაგალითად სტიქიით დაზარულებულები, ეკომიგრანტები, დევნილები შეიძლება იყვნენ საკმაოდ ფართო ჯგუფები, თუმცა არ მოიცავდნენ მთლიანად საზოგადოებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს საზოგადოებრივი შეკვეთა, საზოგადოების უმრავლესობა მიცოდეს ამ პრობლემების შესახებ და თანაუგრძნობდეს, რათა ხელისუფლებამ გადაწყვიტოს აღნიშნული პრობლემები.